დღეს არის ბრმის კვირიაკე. წავიკითხეთ ბრმის სახარება და იქიდან ასეთი სიტყვები შეიძლება დაგვამახსოვრდა ჩვენ, რომ ქრისტე ამბობს, რომ მე ვარო ნათელი სოფლისაო. ანუ იგი არის ნათელი, რომელმაც უნდა განანათლოს ბნელი და რა თქმა უნდა ბნელი არის ეს წუთი სოფელი თავისი საქმეებით და იმ ადამიანთა ცხოვრების წესით, რომლებიც უარყოფენ ქრისტეს ნათელს და მიიჩნევენ, რომ მათი საქმეები ქრისტესთან თანაზიარების გარეშე იქნება კეთილი და მათ არ სჭირდებათ ქრისტესთან ერთობა. მის გარეშე შეძლებენ სწორ და ჯანსაღ ცხოვრებას. და აი ქრისტე გვეუბნება, რომ თქვენო არჩევანი უნდა გააკეთოთ. არ შეიძლება რომ ადამიანი ორ ბატონს ემსახურებოდეს. და დღეს სწორედ ამ არჩევანის წინაშე ვდგევართ. და ეს არჩევანი ადამიანებს მას შემდგომ რაც დაარსდა ქრისტეს ეკლესია, ყოველთვის ჰქონდათ და ყოველთვის იდგნენ გარკვეული არჩევანის წინაშე. და ეს არჩევანი დღევანდელ დღეს განსხვავებულია, რადგან მაშინ ყოფა ცხოვრება, პირობები და ცხოვრების წესი იყო განსხვავებული. აი წინა საუკუნეში თქვენ იცით, რომ საერთოდ იგრძელებოდა ეკლესიაში სიარული. მაშინაც ჰქონდა ადამიანს არჩევანი გასაკეთებული. ცოტა უფრო ადრე იყო საშუალება ეკლესიური ცხოვრებისა, მაგრამ მაშინაც აკეთებდნენ ადამიანები არჩევანს. ზოგი იყო ეკლესიის წიაღში, ზოგი არ იმყოფებოდა მის წიაღში, მაგრამ ვინც იმყოფებოდა, ისინიც ვალდებულების მიზნით და ფარისევლურად, ზოგი რა თქმა უნდა, ფარისევლურად ცხოვრობდნენ და ფარისევლურად გამოხატავდნენ თავიანთი ეკლესიური ცხოვრების ვითომ და შინაგან ხარისს. და სინამდვილეში ჩვენ თუ უფრო წარსულში გადავიხედავთ და ადრეულ ეკლესიას ისტორიას გადავხედავთ, ნახავთ, რომ იქ უფრო მკვეთრი იყო ქრისტიანთა მდგომარეობა, რადგან მათ არჩევანი ძალიან მკვეთრი ჰქონდათ დღევანდელ დღესთან განსხვავებით. ვინაიდან მაშინ ადამიანები, ვინც ეკლესიის წიაღში იმყოფებოდნენ, ისინი იყვნენ ნამდვილი ჭეშმარიტი მორწმუნეები, რადგან იცოდნენ, რომ თუ გააკეთებდნენ არჩევანს ეკლესიურ ცხოვრებაზე, მაშინ ისინი აუცილებლად იქნებოდნენ დევნილი. და აი დღეს გვაქვს განსხვავებული მდგომარეობა. ამგვარი მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ ჯერ არ ყოფილა ჩვენს რეალობაში. მართალია დასავლეთის ქვეყნებში, ევროპაში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში ეს დიდი ხანია უკვე მიმდინარეობს ეს პროცესი, დაახლოებით უკვე 3-4 საუკუნე არის ამგვარად ცხოვრობს საზოგადოება, მაგრამ ჩვენში, უშუალოდ ჩვენს ქვეყანაში ასეთი არჩევანის წინაშე ჯერ ადამიანები არ ყოფილან და არ დამდგარან ამ რეალობის წინაშე. და რა არჩევანი არის დღეს? დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან განსხვავდება ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი მშობლების ცხოვრების წესისაგან, შეგნებისაგან და მსოფლმხედველობისაგან. მათთვის რაც იყო მისაღები, ჩვენთვის გახდა მიუღებელი. და რაც მათთვის იყო მიუღებელი, ჩვენთვის გახდა მისაღები. ისიც უნდა ითქვას, რომ ყოველთვის იყო თაობათა შორის აი მსოფლმხედველობის ბაში განსხვავება, მაგრამ ასეთი მკვეთრად გამოხატული არ ყოფილა ალბათ არც ერთ ეპოქაში, რომ ასე უცბად 2-10 წლეულში ამდენად შეცვლილი იყოს ადამიანის ფსიქიკა და აზროვნება. და დღეს უკვე ჩვენ ასეთი არჩევანის წინაშე ვდგევართ. ფაქტიურად ასე გამოდის, რომ ან ადამიანი უნდა იყოს ეკლესიის წიაღში, ან შეიძლება ითქვას ასე, რომ ადამიანი უნდა იყოს უზნეობის წიაღში. აი ამ ორი არჩევანის წინაშე ვდგევართ ჩვენ, იმიტომ კი არა, რომ ვინც ეკლესიაში არ არის, დღევანდელ დღეს ყველა უცნეოა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება და ეს აუცილებლად ამგვარად გაგრძელდება, აუცილებლად შესაბამისად ადამიანებიც სწორედ აღმოჩნდებიან უზნეობის წიაღში, ის ადამიანები, ვინც არ იქნებიან ეკლესიის
ცოცხალი და ნამდვილი წევრები. რადგან დღეს იმდენად მომძლავრდა ეშმაკის სული, იმდენად ისეთი მანქანება არის ჩართული, ისეთი დახვეწილი მეთოდებით მუშაობენ და იმხელა თანამედროვე სიტყვით რომ ვთქვათ, იმხელა პიარს უკეთებენ უზნეო ცხოვრებას, რომ ძნელია და ფაქტიურად შეუძლებელიც კი რომ მოზარდი ბავშვმა გააკეთოს სწორი არჩევანი. გააკეთოს არჩევანი ზნეობისკენ და ღმერთისკენ, რადგან ხომ ვიძახით ჩვენ, გარემო არის ისეთი, რომ შეუძლებელია მოზარდმა კი არა, უკვე დასრულმა ადამიანმაც შეიძლება ვერ გაუძლოს ამგვარ ცდუნებას და ადვილად მიიდრიკოს უზნეობისაკენ, უშუალოებისაკენ და გარყვნილებისაკენ. მაგრამ ეს არის ფაქტი, ჩვენ მოძღვრები ვართ და მოძღვარმა ყველაზე უკეთ იცის თუ რა ხდება ერის სულში. მას ყველაზე მეტად აქვს საშუალება რომ ჩაიხედოს ადამიანების გულებში. ჩვენ ვიცით რომ რაც ხდება ადამიანის გულში, ეს იცის ღმერთმა და თან იცის მოძღვარმა. მოძღვარმაც იცის, იმიტომ რომ თავად მრევლი გამოთქვავს იმ სურვილებს და იმ ფიქრებს და იმ ზრახვებს, რაც ხდება მის გულში. მაგრამ ნეტავ მარტო გულში ხდებოდეს და ქმედებით არ გამოიხატებოდეს, მაგრამ გამოიხატება ქმედებითაც. ამიტომ მართლაც საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს დღეს ჩვენ. საგანგაშო და მეტად გამაფრთხილებელი. მეტი ყურადღება გვმართებს, მეტი მონდომება გვმართებს და მეტი სიფრთხილე. და არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. და ეს არჩევანი ნუ გგონია რომ უკვე გაკეთებული გვაქვს, რადგან ეკლესიის წიაღში ვართ. რადგან სწორედ მრევლი ვინ არის, ეკლესიის წიაღიდან არ არიან ისინი. ჩვენ ხო არ ვამბობთ იმ ადამიანების ცხოვრების წესზე, ხო არ საუბრობთ, იმათ აღსარებას ხომ არ ვისმენთ, ვინც ეკლესიაში არიან. არამედ ვისმენთ იმათ აღსარებას, ვინც სწორედ მრევლს წარმოადგენენ და ეს იწვევს აღშფოთებას. და აღარ ვამბობთ ის ადამიანებზე, რომლებიც საერთოდ უკვე ღვთის მცნებებისაგან განდგომილები არიან და აღარ ცდილობენ სულიერ ზნეობრივ და კეთილწესიერ ცხოვრებას. და აი ეს არჩევანი რაში მდგომარეობს? მოვედით ეკლესიის წიაღში, ვცდილობთ ვიყოთ მრევლი, ვიცხოვროთ ეკლესიური ცხოვრებით, მაგრამ ზოგიერთი ჩვენთაგანი მაინც არ ცდილობს რომ დათმოს მთელი რიგი უზნეო გამოხატულებები. და თქვენ იცით ეს ძირითადად რაში გამოიხატება? ეს არის ძირითადად სწორედ სხეულის მოთხოვნილებებზე უარის თქმა, რასაც არ ახდენენ თანამედროვე ახალგაზრდები, ვინაიდან ადვილად ემორჩილებიან იმ გამოწვევებს, რაც მათ წინაშე და მათ რეალობაში ხდებათ ხოლმე. და ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ. თუ ამ არჩევანს არ გავაკეთებთ, შეუძლებელია რომ ღმერთმა ჩვენი შეისმინოს. შეუძლებელი და გაუგებარიც არის, თუნდაც ჩვენ რატომ ვართ აქ. ან რას ვითხოვთ საერთოდ ღმერთისგან, თუ კი მე უშჭულო და უზნეო ცხოვრებით ვცხოვრობ. აი მაგალითად, დღევანდელ სახარებაში ბრმა, რომელიც განიკურნა ღმერთისგან, ასეთ რამეს ეუბნება ფარისევლებსა და მწიგნობრებს. მათ უყვირთ, რომ არ უნდათ რომ აღიარონ, რომ ქრისტე ღმერთია და იგი შეძლებდა მის განკურნებას. თან შაბათი დღე იყო და ეს კიდევ უფრო მეტ რისხვის მიზეზს აძლევდა მათ. და თვითონ გააკვირვებული ბრმა, რომელიც შობიდან ბრმა იყო და თვალის ჩინი დაუბრუნდა, ამხელა წყალობა გამოიღო მასზე ღმერთმა, და ამ დროს ეუბნებიან ფარისევლები, რომ არ ქონდა უფლებაო, რომ შენ განეკურნიო. და თანო ის ღმერთისგან არ არისო. და ბრმა ფიქრობს, როგორ შეიძლებაო, რომ ღმერთისგან არ იყოს და ჩემი განკურნება მოეხერხებინოს. და აი ამ აზრების ჭიდილში იყვნენ და კამათში, რომ ასეთ რამეს ეთქვის. აი ეს ყოველად შეიძლება ითქვას გაუნათლებელი ადამიანი, რადგან ჯერ ერთი ბრმა იყო და მას სადექნებოდა იმის საშუალება, რომ ან წიგნი წაეკითხა. მეორეც ერთი არ იყო ის დიდარი ოჯახიდან და საერთოდ განათლება არ ქონდა მას და ასეთ რამეს ეთქვის, რომ
მე არ ვიციო ვინ არის ისო, მაგრამ ერთი რამ ვიციო, რომ არ შეიძლებაო რომ სიკეთე აღასრულოს იმანო და ამდენი ძალა ჰქონდეს მასო, ვინც ღვთის ნებას არ აღასრულებსო. ანუ მან თქვა რომ ღმერთსიო შეისმენს იმისასო, ვინც აღასრულებს მის ნებასო. და აი ეს პიროვნებაო, ანუ იესო ქრისტე ამ შემთხვევაში სწორედ იყო ღვთის ნების აღსრულებელი და რადგან მან ღვთის ნება აღასრულა, ამხელა წყალობა და სიკეთე აღასრულა, შესაბამისად იგი ღვთის ნების აღსრულებელიც იქნებაო, თორე სხვანაირად არ შეისმენდა მისას ღმერთი. და ჩვენ ტაძარში მოვდივართ და რაღაცას ვითხოვთ. რაღაცა ყოველთვის აქვს ადამიანს სათხოვარი ღმერთის წინაშე, მაგრამ რას ვითხოვ? იმ შემთხვევაში თუ კი ჯერ არ გამიკეთებია არჩევანი ზნეობასა და უზნეობას შორის, თუ კი მაინც ისევ ცხოვრობ, როგორც უწინდებურად ცხოვრობდი, და თუ კი ყველაფერს იმას ადვილად ვიღებ, რასაც დღეს ვთავაზობებ, როგორ შეისმენს ღმერთი. და რომ არ შეისმენს ღმერთი ჩვენსას, მე ვფიქრობთ, რა აზრი აქვს ეკლესიაში სიარულს, მაინც არ ისმენს ჩემს თხოვნას ღმერთი და მოდი დროს ტყუილა აღარ დავკარგა. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენ თუ გვინდა რომ სულიერად გავძლიერდეთ და როგორც უფალი გვეუბნება ისევ დღევანდელ სახარებაში, რომ მოვედით ჩემ და ყოველი მაშრალი და ტვირთგზიმენი და მე განგისვენო თქვენო, და აი ეს განსვენება რომ შევიგრძნოთ და სულიერად განსპეტაკდეთ და გავუშვენდეთ, აუცილებელია რომ აღვასრულოთ ღვთის ნება. და ღვთის ნება სად არის? როგორ უნდა მოვიწიოთ ღვთის ნება? ღვთის ნება არის ღვთის მცნებებში. და ღვთის ცნებები საიდან უნდა გავიგო? უნდა გავიგო წმინდა წერილიდან, ან სახარებიდან, და უნდა გავიგო ეკლესიის ხმიდან, ანუ ქადაგებიდან და ეკლესიაში ყოფნიდან. და აქედან გამომდინარე ჩვენ ეს ყველაფერი გვეძლევა. ეკლესიაშიც ვართ და წმინდა წერილსაც ვკითხულობთ, მაგრამ ერთი რამ დაგვრჩა, არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. არჩევანი, რადგან როგორც წმინდა წერილი კვლავაც გვეუბნება, ბოროტი ძალა დადის ბრთღვინას, როგორც ლომი გამძინვარებული და მზად არის შთანთქას ყოველი ის ადამიანი, რომელიც ღმერთთან არ იქნება. და ეს მას ძალიან მარტივად ეხერხება, რადგან ვინც ღმერთთან არ არის, ის უსუსურია ყოველგვარ ბოროტ ძალასთან ჭიდილში. სურათი დღევანდელი რეალობა მართლაც ძალიან მძიმეა, როგორც ვიცით, უზნეობა ზნეობათ აქციეს და მოდათ აქციეს და ახალგაზრდებს უჭირთ სწორი არჩევანის გაკეთება. მაგრამ აი ჩვენ გვაკისრია პასუხისგებლობა, რა თქმა უნდა, ღმერთის წინაშე პირადი და ამავე დროს იმ ადამიანების წინაშე, ვინც ჩვენ შემოყურებს. და ისინი გვიყურებენ და ფიქრობენ, აბა რატომ დადიან ისინი ტაძარში, ანუ ჩვენ რატომ დავდივართ ტაძარში. თუ მივცემთ მაგალითს მათ ზნეობისა, ზნეობრივი ცხოვრებისა, მოწესრიგებულობისა, სიმშვიდისა, სიკეთისა და სიყვარულისა, მაშინ ბევრი მათგანი სწორ არჩევანს გააკეთებს ჩვენი დახმარებით. და თუ არ მივცემთ მათ მაგალითს, საერთოდ არ გაუჩნდებათ ეკლესიაში მოსვლის სურვილი, როგორც დღეს სამწუხაროდ ბევრ ქართველ და ქრისტიან, რაც ყველაზე უცნაურია, ქრისტიან ადამიანს არ უჩნდება სურვილი, რომ იყოს თავის სახლში, ქრისტეს ეკლესიაში. ღმერთმა მოგცეს გონიერება, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ, ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ და ღმერთმა მოგცეს სურვილი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ და ვიაროთ ქრისტეს გზაზე მისი მცნებების შესრულების მცდელობით და ეს ყოველივე ჩვენს დაგვიცავს შებილწვისაგან და ჩვენს გარშემო მყოფ ძალიან ბევრ ადამიანს, რადგან სიკეთე და მადლი, რომელსაც მოიპოვებს ადამიანი, მარტო მასში არ განთავსდება, როგორც წესი, მიმოეფინება გარემოებას, მიმოეფინება პიროვნებებს და აუცილებლად ის იქნება დიდი შედეგის მომტანი
და ეს თითოეულ ჩვენთაგანს შეგვიძლია რომ აღვასრულოთ. დღეს არის 13 ასურელი მამის ხსენება, რომლებიც მე-7 საუკუნეში შემოვიდნენ საქართველოში იქადაგეს და ამ 13-მა მამამ, 13 ადამიანმა მოახერხა რომ სარწმუნოებაში ცოტა არ იყოს და შესუსტებული ქართველი ხალხი კვლავაც ფეხზე წამოეყენებინა, განემტკიცებინათ რწმენაში, დაეარსებინათ უამრავი მონასტერი, რომლებიც დღესაც კი არსებობენ ამდენი საუკუნის შემდგომ, რაც იმას მიანიშნებს, რომ ერთ პიროვნებასაც კი არა მარტო თავისი თანამედროვეობისთვის შეუძლია სიკეთის მოტანა, არამედ საუკუნეების განმავლობაში შეიძლება რომ ერთი პიროვნებისაგან სულიერად დაპურდნებთ უამრავი თაობები. და ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი წვლილი შეგვეტანოს ქრისტეს სიტყვის ქადაგებასა და გავრცელებაში. უფალმა გაკურთხოთ, გაგაძლიეროთ.